მოგესალმებით, კიდევ ერთი AI ინსტრუმენტი, რომელიც მინდა გაგაცნოთ, ეს არის ტექსტის აუდიო ვერსიად გარდამქმნელი. გადავდივართ საიტზე პერსონალური გამოყენებისთვის, რეგისტრაციის გარეშეც შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ, მაგრამ რეგისტრაცია დაგვირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვინდა მიღებული აუდიო მასალა ჩამოვთვირთოთ ჩვენს მოწყობილობაში და შევინახოთ, მაგრამ ონლაინ რეჟიმში გამოსაყენებლად საერთოდ არ არის რეგისტრაცია საჭირო. როგორც ხედავთ, აქედან უბრალოდ შეგვიძლია ეს მოცემული ტექსტი წავშალოთ და ნებისმიერი სხვა ტექსტი ფაილის ატვირთვაც შეგვიძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში მაქვს პირდაპირ კოპირებული ეს ტექსტი, რომელიც მინდა მოსწავლეს გავუგზავნო, ჩავთავთ და John F. Kennedy and Jacqueline Kennedy were one of the most famous couples. აქედან შეგვიძლია ვაკონტროლოთ სიჩქარე, შეგვიძლია მოვუმატოთ, შეგვიძლია დავაკლოთ. John F. Kennedy and Jacqueline Kennedy were one of the most famous couples of the 20th century. John F. Kennedy and Jacqueline Kennedy were one of the most famous couples. შეგვიძლია როგორც გითხარით, სიჩქარე ვაკონტროლოთ ჩვენ თვითონ და ავირჩიოთ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. აქედან შეგვიძლია ეს ტექსტი საერთოდ შევინახოთ და გქონდეს მუდმივი გამოყენებით. შეგვიძლია ხმა შევუცვალოთ და სხვადასხვა მოვსინჯოთ, რომელიც In the middle of a forest where the sun tickled the treetops stand up. John F. Kennedy and Jacqueline Kennedy were one of the most famous couples of the 20th. და როგორც გითხარით, თუ გვინდა რომ ეს უკვე როგორც აუდიო ვერსია ჩამოვტვირთოთ და შევინახოთ ჩვენს მოწყობილობაში, მხოლოდ მაგ დროს გვჭირდება უკვე რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაცია მარტივია, უბრალოდ ნებისმიერი Google-ის მაილით შეგვიძლია რომ დავრეგისტრირდეთ. ახლა კიდევ ერთ საკითხს შევეხები, ყველაზე ხშირად ასმული კითხვა, რომელიც არის ჩვენ შემთხვევაში, შეგვიძლია თუ არა რომ ქართულ ენაზე ტექსტი წავაკითხოთ, ნებისმიერ ენაზე არის შესაძლებელი, უბრალოდ აი აქედან უნდა ავირჩიოთ ენა ქართული, აქ აქვს მქონდა მითითებული ინგლისური და ცვლით ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ნებისმიერ ენას ვერჩევთ, როგორც უკვე გითხარით, მაგრამ ჩვენ რადგან გვჭირდება ქართული, უნდა ავირჩიოთ აქედან. და შემდეგ უკვე ნებისმიერი ტექსტი ქართულ ენაზე იქნება შესაძლებელი, რომ გადავქმნათ აუდიო ვერსია. თქვენ ვირჩევთ ქართულს, აქედან ვირჩევთ ხმას, აი მაგალითად ეკას. დიახ, ასევე ხელმისაწვდომია შავ და ყვითელ კი ბატონო, ნახეთ, ვირჩევთ ეკას. უბრალოდ აქედან ამ ტექსტს წავშლით და ჩავსვამთ ნებისმიერ ტექსტს ქართულ ენაზე. გამარჯობა, როგორ ხარ? ასევე შეგვიძლია როგორც უკვე გითხარით, ხმის შეცვლა. გამარჯობა, როგორ ხარ? და კიდევ ერთხელ გაცანებთ, აი აქედან შეგვიძლია უკვე გადმოვწეროთ, ჩვენს მოწყობილობაში შევინახოთ და შესაბამისად გავუგზავნოთ, ან პირდაპირ შეგვიძლია ონლაინ ფორმატში გამოვიყენოთ. სულ ეს იყო.